Სამი პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ახლა ბევრი მათგანი ჩვენ გვიყურებს და მალე თავისუფლება მათ ასეც იქნება. ყველა საქმე რომელიც შეიკერა, ახლა აბსურდული იყო და არაფერს არ ეფუძნებოდა, ხო, საფუძველი არ არსებობდა. უბრალოდ ბევრი ადამიანების დაპატიმრება, იქ სადღაცა თავის დროზე ივანიშვილის კარზე მოიფიქრეს, რომ იმუშავებს პროტესტის ჩასახშობად. ეს ასე არ აღმოჩნდა და აი ახლა ბოლო დაკავებები დიახაც იყო მოუმზადებელი, საერთოდ არ იყო გონებაში გამოტარებული გადაწყვეტილება, აი ნაფიქე წინასწარ არ ქონდათ, ამიტომ ხან ადმინისტრაციული წესი დააკავეს, ვითომ მერესისხში გადაკვალიფიცირეს. ეს არ მიუთითებს სულფასო მეგობრებო, ივანიშვილის რეჟიმი ამ ყველაფერს აკეთებს გეგმის მიხედვით. ის არის სუსტი როგორც არასოდეს, სუსტი არის, ცდილობს პანიკა დათესოს და მისი ბაცირები გაამრავლოს და ცდილობს რომ მეორე მხარეს, ანუ პირაკეთა საქართველოში, სადაც ხალხი უპირისპირდება რეჟიმს, ეს შიში იყოს განვითარებული და ხალხმა ერთმანეთს მოუწოდოს, რომ აი 8 პატიმარი იყოს ახლა და ნამდვილად რაღაცა უნდა გავაკეთოთ. არა, ამას ვიტყვი შეიძლება. ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ყველა რისკს, რომელსაც ჩვენ გავწევთ და დიახაც რისკის გაწევარი ყოველდღე ბრძოლა რეჟიმს წინააღმდეგ. უნდა იყოს შედეგზე გათვლილი და არა ქმედებაზე. ოღონდ რამე გავაკეთოთ, ამ ბრძოლაში ასე არ უნდა მოვიქცეთ. შედეგზე გათვლილი უნდა იყოს და რა არის შედეგი? ესე გათვალ. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს ისევე როგორც გრძელდება. რუსთაველის კერა გამზეს და შენარჩუნდეს თავარი არტერია არის ის და მას ექნება განშტოებები, სხვადასხვა სახის კერები, რომელიც საბოლოო ჯამში ამ რეჟიმს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო იზოლაციის კიდევ უფრო გაფართოების პირობებში და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფარგლებში ნამდვილად მოუწევს დათმობა ხელისუფლების. ეს არის გასაკეთებელი და პანიკა რომ დაგვიჭირეს, რომ დაიჭირეს კიდევ ბევრი და დაგვიჭირენ კიდევ ბევრს და ამიტომ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა შევანელოთ. აი ეს არ უნდა გავიფიქროთ ორჯერაც კი გონებაში. ის რაც კეთდება თვეების განმავლობაში უნდა გავაგრძელოთ. ეს არის გასაკეთებელი და ეს დაამარცხებს ივანიშვილს ახლა სურს ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიტრიოს, ბოდიში თუ შეიძლება. ჩამოვარქვეს და თან დაანონსებული იყო ბრალში, რომ სხვა პირებთან ერთად ცდილობდნენ. ეოდებით რომ შესაძლოა ციხეში თქვენ წარმოიჩნდეთ სისხლის სამართლის მუხლი თქვენ წაგიყენოთ. არა, ჯერითიც გაჯერებული მაქვს, ახლა მესამეჯერ შემიწვიდეს უფლებამოსილება, ხო? ნამდვილად არ ვფიქრობ ამაზე. ივანიშვილს ახლა ამ ეტაპზე ნანუ კაძურფასო მაყურებლებო სურს ჩვენ არათუ მარათონულ ბრძოლაში დაგტოვოს და ეს მარათონული ბრძოლაა, რომლის დიდი მანძილი დაფარული გვაქვს, არამედ სპრინტში გადაზარდოს ამ ეტაპზე. იმიტომ მას ეჩქარება, დრომაზე არ მუშაობს, დრო მუშაობს ხალხზე და დემონსტრანტებზე და სურს, რომ აი ამ მოკლე მანძილზე მისი აზრით ბევრი საფუძველი გაიჩინოს რეპრესიების განსახორციელებლად. რეპრესიების საფუძველი არ აქვს და იგონებს და ჩვენ არ უნდა მივცეთ რეპრესიების გატარების შესაძლებლობები და საფუძვლები და დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. ეს პროტესტი არც დაწავა, მხოლოდ და მხოლოდ გაფორდოვდება. ცუდი არის ნამდვილად ის, რომ პატიმრობების და პატიმრების სახით, ანუ ზვარაკად ეწირება ამ ბრძოლას დროებით ბევრი თანამებრძოლი, თუმცა ნუ ამას ვერ გავექცევით. მაგრამ ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია, ან იქნება დაპატიმრებული, აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ მათი პატიმრობები და ჩვენი პატიმრობები არ უნდა ნიშნავდეს, რომ გადაუხვიოთ იმ მართლგზას, რომელსაც ჩვენ ვადგავართ. თიცეთ თანმიმდევრულად, რაციონალურად, პრაგმატულად, სიმართლით და სიმრავლით უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. მადლობა ნიკა